გამარჯობა, ეს ჩემი YouTube არხია და უზომოდ მიხარია რომ მაგხეთ. დღეს თავაზობთ მართლაც ჩემთვის საკმაოდ რთულ გამოწვევას 24 საათი საჭმლის გარეშე. უკვე დილის 10 საათია და ვიწყებ ამ ექსპერიმენტს, რომელიც გულწრფელად რომ თქვა, ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოცდა იქნება. ეს არ არის უბრალოდ შიმშილის დღე, ეს არის შესაძლებლობა დავფიქრდე იმაზე, რამდენად ვაფასებ იმას, რაც მაქვს. ვფიქრობ ამ ექსპერიმენტის მეშვეობით შევძლებ გავიგო რა არის უფრო ძლიერი შიმშილის დროს, სხეულის მოთხოვნილებები თუ გონების ძალა. მოიმზადეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიდეო, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ერთად დავინახავთ როგორ შეუძლია ნებისყოფას შეცვალოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. უკვე დროა ჩემ პირველ ჭიქა წყალი დავლიო და ავიწონო თუ რამდენი კილო ვარ და საინტერესოა 24 საათის შემდეგ რამდენ კილოს დავიკლებ. აბა დავიწყეთ. ჩემი პირველი ჭიქა წყალი ჯერჯერობით არ დავლიო წყალს, ეხლა ავიწონები, ვნახავ რამდენი კილო ვარ და უკვე შემდეგ დავიწყებ ჩვეულებრივად უკვე მზადებას იმისთვის რომ გავძლო 24 საათი. ახლა ვნახოთ აბა რამდენი კილო ვარ და ხვალ ზუსტად 10 საათზე რამდენი კილო ვიქნები, ეგეც ვნახოთ. 73 და 900, ეხლა მივახლო. უკვე დავიწყე წყლისმა, ეხლა მარიამს მინდა შევთავაზო რომ გაგასეინებ პარკში თქო და ესე გავიყვან დროს, რომ საჭმელზე არ ვიფიქრო, თან მარიამსაც გავერთობ. მე მგონი ძალიან კარგი გამოსავალი ვიპოვე. მამიკო, იცი რა მაინტერესებს ხარულო? გიხარია რომ მივდივართ გარეთ? მიხარია. ძალიან გიხარია, მამიკო? ძალიან. სად გინდა რომ წავიდეთ, მა? მე მინდა იკუჯეში. კიკუძეში გინდა წავიდეთ? და რა გაჭამო, მამიკო, იქ? ნაყინი. ნაყინი გინდა მამა ამ სიცივეში? კარგი, მოკლედ მარიამს ძალიან უყვარს ნაყინი, ეხლა გავალთ მე და მარიამი კიკუძეში და შევჭამთ ნაყინს, შევჭამთ რა მარიამი შეჭამს და მე უნდა უყურო. აბა წავედით. მოვედით მამიკო კიკუძეში? იოჰო. ეხლა რა გავაკეთოთ კიკუძეში, მამ? ნაყინი წამოს. მამა, დაკეტილი, არავინ არ არის შიგნით. Free? Inda free? აბა ნაყინი დაკეტილია და რა გავაკეთო? ახლა ნაყინი ნახო, დაკრებულია. ნახოთ მე. სხვა ნაყინი თუ გინდა მე, მამიკო, სახლში ავიტანო და იქ შეჭამ. ეხა ფრიზ გიყიდი და აგჭამე, კარგი? კიკუძეში გაერთე? კი. მოგეწონა კიკუძე? ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, მამიკო. კარგი, ეხლა მაშინ წავიდეთ ჩვენ მაღაზიაში ვიყიდოთ ნაყინი და სახლში ჭამოთ თბილად. ვერა? ხო, კი. კარგი, წავიდით მაშინ. აქ ჯანშიჩია, ხოდა? შეგჩივდა ხო შენც მეც, მამიკო? რაც შეეხება ჩემს შიმშილის გზნობას, მინდა გითხრათ რომ უკვე ნენელა მეფიქრება საჭმელზე, თუმცა მარიამმა ძალიან კარგად გამართო და შესაბამისად გადავიტანე ცოტათი ყურადღება, მაგრამ უკვე ვფიქრობ ნენელა საჭმელზე ფიქრი მეწყება, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ეხლა მივალ სახლში და ბევრ წყალს ავლი ძალიან. მოვედით მე და მარიამი სახლში. მარიამი ბედნიერია, თუმცა მე ნენელა უკვე ვგრძნობ დაღლას, შიმშილის გზნობას. მარიამს უყიდა საჩუქრები და უფრო ბედნიერი გახდა. ეხლა მიირთმევს, აი ეხლა გაჩვენებთ მარიამი როგორი ბედნიერია. მამიკო, მოგწონს შენი საჩუქრები? ნაყინიც გაქვს? ხო, ეს კიდე რა გაქვს, მა? ბარნი? ვაუ! მეტოლებრი არის. ანუ მოგეწონა ახლა შენ ჩვენი გასეინება, ხო მამ? ძალიან მომაჯონა. კარგი გოგო ხარ, მამ. და კიდე კამფეტები. მოკლედ მარიამი ძალიან გემრიელად მიირთმევს. აბა ნახოთ როგორ იქნება ჩემი მდგომარეობა სულ ცოტა ხანში. ეხლა ჯერ კიდევ უძლებ, ეხლა მივირთმევ წყალს და ვფიქრობ ეს გადამატანინებს საჭმლის დომის შეგრძნებას. აბა ნახოთ. 24 საათიანი გამოწვევის ფარგლებში უკვე რა დროც არის გასული, ნათლად გავიგე, როგორ უნდა ვაფასებდე იმას, რაც მაქვს. საჭმელზე ფიქრი შეუჩერებლად მიტრიალებს თავში. მეფიქრება იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობს. რომლებიც საკუთარ თავს ივიწყებენ, რათა შვილებს მიუტანონ ერთი ნაჭერი პური. ამაზე ფიქრი გულს მტკიცს. ახლა ის გადამრჩენია, რომ ავიღო წყლით სავსე ჭიქა და გავაგრძელო ფიქრი.
და ვიცადო გავიხსენე ყველაფერი, რაც ჩემთვის ხირებულია. მოკლედ, ეს იყო, რომ ძალიან დავიღალე, შემომიტია რაღაც ფიქრებმა და ამ დროს ფოტოშოპის ესეთ დროებში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი რაღაცები ხდება ხოლმე და ამ დროს მირეკავს თემუს კურიერი და მომიტანა ამანათი, რომელიც თემუდან მქონდა გამოწერილი და სულ არ მახსოვდა უცებ რაღაც შემთხვევით დამირეკეს და მომიტანეს ესეთ ჩაწერის დროს და ეხლა თქვენთან ერთად გავაკეთებ unboxing-ს თუ რა გამოვიწერე თემუდან ზუსტად არც მე არ მახსოვს და მოდი ერთად ნახოთ. დავიწყეთ. ხო, ეს გამოვიწერე ჩემი DJI კამერისთვის, აბა ნახოთ. ზარი ჩანთა DJI კამერისთვის, რომ უსაფრთხოდ ვატარო. ეს გავხსნა. ვაუ, ძალამაზია. მოჩინეთ თქვენს. აი. ესეთი ჩანთა. რომელიც ძალიან ლამაზია და უცებ მოვჩები გადაღებას, უკვე შემდეგ DJI კამერას ჩავდებ აი ამ ჩანთაში. შემდეგ. როცა კიდე ერთი ჩანთა უნდა მქონდეს კამერისთვის გამოწერილი, მაგრამ მაგასაც გაჩვენებს და შემდეგ უკვე გადავა სხვა რაღაცებზეც. ხო, ეს უნდა იყოს სწორედ ის, რასაც მე ვამბობ, გამოვიწერე ჩემი ციფრული კამერისთვის ჩანთა. კი ბატონო. უნდა გავხსნათ. ხო, აი ესეთი საყვარელი ჩანთა არის კამერისთვის, აბა შენთაც ავიხედოთ. აი ესეთი ჩანთაა, რომელშიც იდება უკვე კამერა, მას აქვს სამაგრები და ძალიან მარტივად, ეს ნავაწყო ჯერ და ძალიან მარტივად იდება უკვე კამერა, ობიექტივი და ასე შემდეგ. მოდი ამას მე ავაწყობ. უკვე ძალიან საყვარელი ჩანთაა. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ უკვე წესით, მე მგონი ესეთი რამე მეტი არ მოგხდეს გამოწერილი. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ უკვე ანსაცმელზე. აი ეს, მაგალითად ერთი. ნახოთ. ეს არის მაისური. აი ესეთი მაისურია. ესეთი უნდა მქონდეს გამოწერილი რამდენიმე სხვადასხვა ფერი. ესეთი. ბანაცო შეხედოთ. ძალიან კარგი ხარისხია, მინდა გითხრათ, სხვათა შორის ძალიან კარგი ხარისხია. ეს მომწონს. მოკლედ ეს კარგი. ხო, ეს როგორც თქვი, რამდენიმე ცალი არის. ეს არის შავი. აბა ნახოთ. აი ეს არის შავი. ზუსტად ისეთია უბრალოდ შავფერში და ერთი ფერი უნდა იყოს კიდევ. ესეც კარგია. და ეს არის ლურჯი. აბა ნახოთ. აი ესეთი. კონსოლი ძალიან კარგი. უნდა მქონდეს კიდე რამდენიმე პერანგი გამოწერილი, აი, რამდენი პერანგი მაქვს გამოწერილი და ეხლა გაჩვენებთ ამათაც. ეს აქედან ეხსნება. ეს არის თეთრი პერანგი. იმედია, ან პატარა, ან დიდი არ მექნება ახლა ესე. თუმცა ესეც კარგი ხარისხი არის გაჩვენოთ. აი ესეთი არის. ესეთი. ახლა ნახოთ ხოდის. ესენი ხო, ესენიც გამოვიწერეს ფოტოშოპის ორი ერთნაირი, უბრალოდ სხვადასხვა ფერი და ახლა გავხსნათ ნახოთ ესენიც როგორი არის. ვაუ, ესე ძალიან ლამაზია, იმედია დიდი არ მექნება. აი ესეთია. ესეთი. ეს ნახოთ. მეორე ფერი. აი ესეთი. ეს ძალიან ლამაზი ფერია, ფოტოშოპის მოგიწევთ. იმედი უბრალოდ დიდი არ მექნება ეს ყველაფერი. ამდენი დასაცმელი თემუდან გამოვიწერე პირველად და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ გავრისკე და იმედია გაამართლებს ეს ჩემი რისკი. ესეც კიდე პერანგი.
ვაუ, ეს თბილია, სხვათა შორის სქელია. აი ხო. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ, ხო მეტი ხარ ხედი, მეტი არ ხედი. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ, აი ამდენი ტანსაცმელი გამოვიწერე პირველად თემუდან და ეს შანთებიც კიდე ძალიან მომწონს. ეხლა ვფიქრობ, ჩავიცვა და გავჩვენოთ თუ არა. მოდი, ჩავიცვა და გავჩვენოთ. ეს არის მაისური, რომელიც გამოვიწერე 3 სხვადასხვა ფერი, ეს არის ლურჯი მაისური, სხვადასხვა ძალიან მომწონს. ესეც შავი ფერი. ესეც ძალიან კარგი. ესეც ცერი, ესეც ძალიან მომწონს. ეს არის ცოტათი სქელი პერანგი რომ იყო, ესეც ძალიან მომწონს. კარგია. ეს თეთრი პერანგი, ეს საკმაოდ დიდი მაქვს. ისე ხარისხი მომწონს, მაგრამ ეს იმაქვს ალბათ ვერ ჩავიცვა. ეს არის აი ამ პერანგებს ძალიან ველოდებოდი. შოი ძალიან მომიწონა იქ ფოტოში. ოდნავ დიდი არის მე მგონი, მაგრამ ესეთია რომ ჩავიცვა და ძალიან მომწონს და ესეთი ფოტოშოპის მაქვს უკვე მეორე პერანგიც გამოწერილი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ესეც სხვა ფერი. სხვადასხვა ესენი ძალიან მომწონს, არც თუ ისე დიდი მაქვს, კარგად არის რა და ჩავიცვამ და ძალიან კარგი არის. მოკლედ ეს იყო სულ ჩემი თემუს unboxing-ი, რომელიც ძალიან კარგ დროს დაემთხვა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თემუს და იმ კურიერს, რომელმაც მომიტანა ეს შეკვეთა. დაღამდა უკვე, ღამის 12 წუთებია, ცოტა იყოს თავის ტკივილი დამეწყო, შევცდები ახლა დავიძინო და შემოგიერთდებით ხვალ დილის 10 საათზე, ავიწონები კიდევაც, ნახოთ რამდენი კილო ვარ და მოკლედ აბა ღამე მშვიდობის. დილა მშვიდობისა. შეიძლება ითქვას თავისუფლად რომ უკვე დილის 10 საათია, ჩემმა 24 საათიანმა გამოწვევამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა ისიც შემიძლია ვთქვა რომ 24 საათის განმავლობაში ხან ვუძლებდი მარტივად, ხან ვერ ვუძლებდი, თუმცა თელი ღამის განმავლობაში თავი საკმაოდ მტკიოდა და მშიოდა კიდეც, მაგრამ გავუძელი და ეხლა საინტერესოა ავიწონო და რამდენი კილო დავიკელი თუ არა საერთოდ, რამდენიმე გრამი მაინც თუ დავიკელი, მოკლედ ერთად ვნახოთ. 73 და 500. ვჩვენოთ. საინტერესო ექსპერიმენტი გამომივიდა 400 გრამი დავიკელი და საერთოდ ჯამში შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრ რამეზე მომცა ამ ექსპერიმენტმა საშუალება რომ დავფიქრებულიყავი და მთლიანობაში შემიძლია შევაჯამო რომ ძალიან კარგი ექსპერიმენტი გამოვიდა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი YouTube-ად. აბა მომავალ შეხვედრამდე.